Ჩაშვილს რა უქნა ხო ის მე მიქნა სამთვეში რა მითხრა იცი სამთვეში მირეკავს ტელეფონზე მორიგი ჩხუბის შემდეგ ტელეფონზე მირეკავს მე ბევრ რამეზე აი მაგალითად წერილი მივწერებ თქვა შინაგან საქმეთა მინისტრს ბიუჯეტის ეს ნაწილი რომელიც ეხება ზღვის სანაპირო გამაგრებას რატომ არის ამდენი მილიონი და უფრო ჩამოშლილი ვერსია გამომიგზავნეთ რატო იხარჯება ეს რაღაც სამხედრო მაგალითად ამაზე გირეაგირე ივანი და არ კი დაგირეკავს ისა გეტყვის რომ შენ ჩემს დანიშნულ კაცს შეეშვი წარმოგიდგენია ესე იგი ჯიბგირია ხო და ესე კაცი მირეკავს ტელეფონზე და მეუბნება მურმან ფრთხილად იყავი ქუჩაში არაფერი მოგივიდეს კრიმინალია რა 90-იანი წლების მოსკოვში ცხოვრობს პირდაპირ ამ აი პასუხს ვაგ აი მიჩივლოს ხო უსმენს თქვენს ტელევიზიას მიჩივლოს ვიმეორებ მურმან ძიმე ფრთხილად იყავი ქუჩაში არაფერი მოგივიდეს ეს მითხრა 2013 წლის თებერვლის მეორე ნახევარში რიცხი სამწუხაროდ არ მახსოვს 19 იყო 20 იყო ზედ აი ამ სამი დღე თურქეთიდან მობრუნებული პოლიცსაბჭოს ხდომა იყო იქ რაღაცა ვიკამათეთ და მეორე დღეს მირეკავს და მურმან ფრთხილად იყავი ქუჩაში არაფერი ეხლა ბაჩიაშვილისა გაიგო ხალხმა ძლივს 10 წლის მერე საერთოდ ჩვენ ასეთი ვართ ქართველები სანამ თვალით არ დავინახავთ გონებით ცოტა გვიჭირს რატო ვერ დაარწმუნეთ საკუთარი თანაგუნდელები მაშინ ვერ დავა სამწუხაროდ და ძალიან გაბრაზებული ვიყავი 2016 წლამდე მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ბევრი გამოჩნდა რომელიც 2016 წლის პარტიუსიაში აღარ ჩაეწერა მე 2020-ში ბევრი წამოვიდა კარგია ნუ ახლა მაგის გარანტია არავის არ აქვს უხარის მერე სამწუხაროდ ჩვენ მოვედით რიჟვაძის საქმემდე ხო აი თქვენ ბათუმელი ხართ ალბათ ინფორმაციაც გაქვთ მეტი ბათუმი პატარა ქალაქია ყველაფერი იცის მაინც მინდა გითხოთ აი ამ შემთხვევაში რა მოხდა და ფიქრობ თუ არა რომ რაც არ უნდა მომხდარიყო შეიძლება და მომხდარიყო ივანიშვილის ვიზის გარეშე არა და ჯერ ერთი რაზე ლაპა რიჟვაძეს აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარე ხო კომიკურია ხო მე მიმაჩნია რომ აჭარის ავტონომიის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს პოლიტიკოსი პოლიტიკის წევრი პოლიტიკური კონკურენციის შედეგი უნდა იყოს ის თანამდებობა ეს დიდი ხანი აღარ სდევს ივანიშვილის პოლიტიკას 13 წლის თავზე და ესე იგი ჯერ ერთი ესე აქედან ხვდებით რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკოსი და პოლიტიკა არ აინტერესებს ის არის მაფიოზი ანუ მას მოწონს სოფო ზურაბიანი დანიშნავს მთავრობის თავმჯდომარეს არ მოეწონება მურმანდუმბაძე მოხსნის დაიჭერს აი ეს არის და ახლა რაც შეეხება რიჟვაძის საგარეჯოს ვერსიას ძალიან ნაკლებად სავარაუდოა რომ ვიზირების გარეშე ბიძინა ივანიშვილის ვიზირების გარეშე ამ კაცს მოძრაობები დაეწყო ბიძინა ივანიშვილის გარეშე ეს კაცი თანამდებობიდან წასულიყო ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ კაცმა რაც საკეთა იმ 6-5-6 თუ რამდენი წელს განმავლობაშიც იყო მთავრობის ბიძინა ივანიშვილის გარეშე ამ კაცის საქმეები ეკეთებინოს რაც საკეთა ეს არის ბიძინა ივანიშვილისგან ინიცირებული ვიცი ამ კაცის ხასიათი მის გარეშე არ წყდება ეგ საქმეები. ნუ ახლა გამოვიდა ის რაც გამოვიდა. ჩვენ ქალბატონო სოფო, რომ ეს დაჭრა არ მომხდარიყო იარაღით. ანუ სისხლი არ გამოდენილიყო. ანუ რიჟვაძე რომ საავადმყოფოში არ მომხდარიყო. ჩვენ გავიგებდით ამ ამბავს და ჩვენ გვეცოდინებოდა რომ ეს კაცი ამ დონის ჯიბგირია, ხო არ გვეცოდინებოდა. და თქვა აი მე გეუბნებით რომ ჩემთან სისხლი არ დაიღვარა, თორე ეს მითხრა 5-12 წლის წინ, 13 წლის წინ მეუბნება რომ თხილად იყავი იმ ქუჩაში არაფერი მოგივიდეს რასტიშტავს. აი ფულის ამოღების კამპანია რა არის ბატონო? ნუ რესურსები ამოეწურა. მე დასანქცირებულია. ბათუმიდანაც ყველაზე მეტია შემოწირულობა, ხო? აი დღემდე. კი, ახლა ჯერ ერთი ბათუმშიც მეორე ფული გაკეთდა იმ მთავრობაში როგორც ჩანს და იმიტომ რომ ბათუმში მეტი ფულადით რეალია და გასაგებია რომ უფრო მეტი თაღლითობა მთავრობაში იქ არის. და რესურსები ამოწურული აქვს. მე პირადი სანქციები აქვს. მე სანქციები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. რატომ თქვენ უნდა იყოს ასე წარმატებული ჩემს ხარჯზე ხართ, ხო წარმატებული? და ბუნება ამ ავტორიტარების ბუნება ასეთია. ისინი შენ ასე ვთქვათ, შეგაგულიანებენ, მაგრამ როგორც კი დაჭირდება და როგორც კი მას გაუჭირდება, მე პასუხებს მოგთხოვენ და აი ამ შემთხვევაში თან გვაქვს რიჟვაძესთან დაკავშირებით.